მოგესალმებით ჩემოკარგებო, ესე იგი დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება გზავნილი წინაპრებისგან. ვნახოთ რა უნდა გაიგოთ, რა უნდა იცოდეთ, ანუ მნიშვნელოვანი ინფორმაციას მიიღებთ აუცილებლად. რა საქმელი აქვთ თქვენთვის წინაპრებს, მოდით ვნახოთ. მიყურებენ როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცები, ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი ხნის მანძილზე აქვთ ნახეთ როგორი შეგრძნება. შეგრძნება ისეთი, რომ არიან შინაგანად მიტოვებული. არა მარტო საყვარელი ადამიანებისგან, აი ყველგან, თუნდაც ხალხი ცავსე ოთახში თავს გრძნობენ მარტოსულად, რაც არ უნდა იყოს, მაინც მარტოსულად გრძნობ თავს. ახლა ყველაზე მეტად გჭირდება შენ დახმარება. სწორედ მაღალ ძალებს უზენაეს შენს წინაპრებს, შენს გარდაცვლილ დედმამიშვილს, ოჯახის წევრს, რომელიც უკვე დაიმახსოვრე, რომ შენ მფარველი ანგელოზი არის, სწორედ მას თხოვ შენ შეწევნას და დახმარებას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბევრი შემთხვევაში ეს არის ძალიან მძიმე და ხანგრძლივი სასამართლო პროცესი. ვიღაცა ზუსტად საგვარეულო მიწის გაყიდვას ცდილობს. ვიღაცა უნდა რომ მემკვიდრეობით რაც მას ეკუთვნის ქონება, ასე რომ ვთქვათ, ის მიიღოს. მაგრამ დიდი ხნის მანძილზე ამას ვერ ახერხებდა და ზოგიერთი თქვენგანი განსაკუთრებულად მიტოვებულად გრძნობს თავს. აი პირდაპირ ეს სიმარტოვის შეგრძნება დაგკრავთ თქვენ შინაგანად. ძალიან ბევრი განიცდის ნერვიულობს, აი ზოგიერთ დეპრესიული ფონი აქვს ზუსტად. დიდი ხნის მანძილზე გრძელდება თქვენი ესეთი მდგომარეობა. იცით რა არის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სამსახურში მიდიოდეთ, ოჯახში რა მოვალეობა და პასუხისგებლობაც გაქვთ, მაგას პატრიოტიზმს აკეთებდეთ, მაგრამ მაინც დიდი ხნის განმავლობაში თქვენ შინაგან სამყაროში, თქვენ შინაგან ნაჭუჭში ხართ გამოკეტილი და სწორედ თქვენი წინაპრები გეუბნებიან. ვიღაცისთვის არის ეს ახალგაზრდა ბიჭი. გარდაცვლილი დედმამიშვილი. იცოდეთ, რომ ეს მფარველი ანგელოზი გეუბნებათ თქვენ და თქვენი მფარველი ძალები გეუბნებიან, რომ საჭირო არის არჩევანის გაკეთება და გამოსვლა. გეყოფა უკვე ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. დრო არის გამოხვიდე ამ სიტუაციიდან, დრო არის შენს თავს მისცე შანსი. შენ არ ცხოვრობ წლების მანძილზე, დროის სივრცის შეგრძნება გაქვს დაკარგული. ანუ პირდაპირ როგორი რაღაცა არის, იცი, დაკარგული ხარ და დროა შენ თავადვე იპოვო შენი თავი. დროა შენ გამოიყვანო შენი თავი ამ მდგომარეობიდან. ემოციური ფონი, აი პირდაპირ იცით რა არის, აუცილებლად შეგეშინდებათ. ფსიქოლოგთან მისვლა, ეზოთერიკოსთან, პრაქტიკოსთან მისვლა, დახმარების თხოვნა საყვარელი ადამიანებისგან, მეგობრებს, ახლობელ ადამიანებს რომ ვთხოვოთ, გახსოვდეთ, რომ ეს არ არის სამარცხვინო რამ, ეს არ არის სისუსტის გამოვლინება. პირდაპირ მნიშვნელობით თქვენი წინაპრებიც გეუბნებიან ამას, რომ შენ გჭირდება განკურნება, შენ გჭირდება შინაგანად მოხვიდე ბალანსში. ახალი ენერგია უნდა მოვიდეს შენში. ძალიან ბევრი თქვენთაგანს გირჩევთ, რომ გაიაროთ დიაგნოსტიკა, გაიაროთ თერაპია. ძალიან ბევრი თქვენგანის ენერგია და შრომა პირდაპირ ჰაერში იფანტება, უმიზნოდ იფანტება. დრო არის გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან. დრო არის შეიგრძნოთ იმისა, რომ თქვენ ხართ ცოცხალი. ზუსტად თქვენი წინაპრები გეუბნებიან ამას, რომ ნუ ისამარებ შენს თავს, ნუ გყავს გამოკეტილი შენი თავი. ანუ შენ უნდა იცხოვრო. ცოცხალი სწორედ იმიტომაც ხარ, და უნდა გამოიყენო ეს დრო. ნუ ვცდილობ, რომ ჩვენ შემოგვიერთდე. ყველას თავისი დრო აქვს. დადექი მყარად ფეხზე, ვინც ფინანსების კუთხით ნერვიულობს, აუცილებლად გექნებათ შანსი, დაგიფასდებათ ის შრომა.
ან თქვენს ცხოვრებაზეც, თქვენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული აუცილებლად. ნუ გაქვთ დაკარგული ეს რწმენა, ძალიან ძლიერი მფარველები გყავთ. უბრალოდ თქვენ ვერ ამჩნევთ ამას, რადგანაც ჩაკეტილი ხართ. სწორედ ეს ჩაკეტილობა, ესე რომ ვთქვათ, ბინდივით გაქვთ გადაკრული და ვერ ხედავთ თუ რამხელა პერსპექტივები და შესაძლებლობები გაქვთ რეალურად. თუ თქვენ მოინდომებთ, თქვენი მფარველები, მაღალი ძალები თქვენს გვერდით არიან. აუცილებლად თქვენ შეძლებთ, რომ გახვიდეთ პროგრესში. და წლის ბოლომდე ძალიან დიდი ნახტომი გექნებათ უკეთესობისკენ. თქვენ შეძლებთ, რომ სულიერების უფრო მაღალ დონეზე წახვიდეთ. ზოგიერთი საყვარელ ადამიანს იპოვის, ზოგიერთი ნამდვილ ერთგულ მეგობარს იპოვის. ძალიან ბევრი თქვენგანი, ვისაც დაკარგული აქვს ცხოვრების მიზანი, აუცილებლად იპოვის ამ მიზანს. ძალიან ბევრი დააფასებს ოჯახს, ძალიან ბევრი შექმნის ოჯახს, ძალიან ბევრი წლების ნანატ შვილს ეღირსება, შვილი შვილს ეღირსება. უბრალოდ შეცვალეთ თქვენი მიდგომა, შეცვალეთ თქვენი ფიქრები. აი, ეცადეთ შეცვალოთ საკუთარი თავი ნაბიჯ-ნაბიჯს, მიუგდეთ ყური თქვენს წინაპრებს, მიუგდეთ ყური თქვენ შინაგან ხმას. ყველაფერი თქვენშია. ნუ ამყოფებთ თქვენს თავს ჯოჯოხეთში. კარგად გაიაზრეთ ამ ვიდეოს გზავნილი. კარგად გაიაზრეთ. თქვენ გაქვთ იმის შანსი, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. მე მჯერა თქვენი ყველაფერი გამოგივით.